მარტივია, რადგან აქ არის ჩვენი ქვეყნის ბედი, აქ ხდება ჩვენი ქვეყნის ბედი და რა თქმა უნდა, აქ უნდა ვიგეთ, რამდენი ცა უნდა დაგვიჭირონ, ვერ შეგვაშინებენ. რეჟიმის წევრები ვიცი ახლა რასაც გნობენ, როგორ უნდა ჩვენთან გქნობა, იმიტომ რომ 10 დღის განმავლობაში ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი, რომ როდის გავალ აქციაზე, იმიტომ რომ ძალიან მოენატრებოდა ეს გარემო, ეს შეგრძნება, რაც აქ დგომის დროს მეუქლება და არ ვიცი რა ვთქვა, რა სიტყვებით გავუცე, როგორ ბედნიერი ვარ აქ დგომის დროს. Ყველაზე იყო ზეწოლა, როდესაც დაგაკავეს, იმის შემდეგ რა ხდებოდა? ბევრი ამბობს, რომ სცემეს, იძალებს, რა ხდებოდა თქვენ შემთხვევაში? ჩემ შემთხვევაში დაკავების შემდეგ არანაირი ძალადობა არ ყოფილა, გადამიყვანეს სამმართველოში, იქ შედგა, ოქმი, როგორც დგება, ოქმი როგორც დგება, ისე შედგა ოქმი და ხო, სტანდარტი მე ყველა ერთად გადამიყვანეს ფოთის იზოლატორში.